მოგესალმებით ძირფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია პოლიტიკური კვირა, მე მისი წამყვანი შავლე ჩხოიძე გახლავართ. ვიწყებთ ამ სეზონის პირველ გადაცემას და პირველი გადაცემის დაწყებისთანავე მინდა ძირფასო ტელემაყურებლებო მოგილოცოთ დღევანდელი დღე წმინდა გიორგობის დღესასწაული, გვფარავდეს მისი მადლი და ძალა. ბატონო რამას დავიწყოთ გადაცემა, მაგრამ სანამ გადაცემას დავიწყებ, პირველ რიგში შესავალს გავაკეთებ თქვენს წარდგენასთან დაკავშირებით. დღეს პოლიტიკურ კვირაში გასული კვირის და ასევე გასული თვის მოვლენებს მიმოვიხილავ ბატონ რამაზ შალიგავასთან ერთად. ბატონ რამაზი არის ინჟინერი, საზოგადო მოღვაწე. მოგესალმებით ბატონ რამაზ და ერთ რამაზს დავამატებ რა. წინა სეზონის გადაცემა თქვენთან ერთად დავხურე და დღეს თქვენით ვიწყებ ახალ გადაცემის სეზონს და ძვირფასო ტელემაყურებლებო ყოველ კვირას გავა ეს გადაცემა ტრადიციულად 9 საათზე პოლიტიკური კვირა გვიყურეთ და ერთად მე მოვიხილოთ გასული კვირის განვითარებული მოვლენები ყოველთვის. ბატონო რამაზ, მოგესალმებით. გამარჯვებათ. მივესალმები ქართულ მაყურებელს და მიულოცავთ დღევანდელ დღეს წმინდა გიორგის დღეს და ეს გიორგობის სასწაული საქართველოს ხალხისთვის ძვირფასია, უზრფასია და სიგეთე და ბედნიერება ჩვენ ხელს და ჩვენ ხალხს, ჩვენ ზიარს. ხარეთ, ბედნიერეთ, გამრავლით, გაიხარეთ. ბატონო რამაზ, პირველ კითხვას დაგისვავთ, აი ამ თემიდან გამომდინარე, აი გასული პოლიტიკური მოვლენები მინდა მიმოვიხილო, რაც კი ხდებოდა საქართველოში ამ ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში. მე გულისხმობ არჩევნების მერე პერიოდს, რაც სახელმწიფო და არასახელმწიფო მიმართულებით მოხდა. ეს არის კერძოდ დავაკონკრეტებ ყოფილი მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის დევნა, ზოგან დამტკიცებული და ზოგან ჯერ არ დამტკიცებული დანაშაულები, თუმცა ძვირფასო ტელემაყურებლებო მე ერთ რამეს ვიტყვი რა. აი შეიძლება ცუდად ჟღერდეს, მაგრამ ჩემთვის ყოველ წარმოუდგენელია ერთი რა. თუ ამ ხალხმა მართლა დანაშაული ჩაედინა და მართლა ესე იყო, თავის დროზე ხო ეს ხალხი თანამდებობაზე იჯდა და ამ გუნდის წევრები ხო იყვნენ? რატო არავინ არ შეამჩნია, ან რატომ არავინ არ მიაქცია მაგაზე და ყველაზე მთავარი. ბატონო რამაზ, ეს ყველაფერი მარტო იმის ბრალი არ არის, რომ იმათმა ჩაიდინეს თუ არ ჩაიდინეს დანაშაული. ამ პირველ რიგში მე ვთვლი, რომ ყველაზე დიდი დამნაშავე არის ანტიკორუფციული სამსახურის გაჟღერდა ინფორმაცია რომ გადააყენესო, მაგრამ მე უარყვეს და ვერ დავადასტურებ და ვერც ვეთანხმები ამ ვერსიას. რაჯდენ კუპრაშვილის და მისი ბიუროს დანაშაულია ყველაზე დიდი, რომ ისინი აცხადებდნენ იმას, რომ წინა ხელისუფლების კერძოდ ღარიბაშვილის მთავრობის მინისტრები და თავად ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციები იყო წესრიგში. და ჩვენ გვახსოვს ეს დეტალები, რომ გააჟღერეს მაგათმა არაერთხელ, როდესაც ოპოზიციურმა ტელევიზიებმა მოახდინეს კითხვის დასმა თუ რა ხდებოდა სინამდვილეში. და თქვენ ამ ყველაფერს ბატონო რამაზ როგორ შეაფასებთ? ბატონო შავლე, მე ამ სიტუაციას დამდგომარეობაში ვახდები ძალიან მძიმედ. მე და ჩემს შეგლում ყოფილი ხალხი, რომელიც 2011 წლიდან ხმას ვაძებთ ქართულ ოცნებას და პატრიოტ ხალხოსების ამორჩევლები ვართ. არ შეგლում მდგომარეობაში. და არის ეს საკითხები, რომელზეც პასუხები არ აქვს. სხვა რო შევიკითხა, პასუხს სხვასაც ვერ ვცემ და ჩემ თავში არ მაქვს პასუხი, აი რა არის ეს? მე ასე რომ აი წავდგინეს საქმე 1 მილიონი, 5 მილიონი, 7 მილიონი, 10 მილიონი იქნახეს, ამას პასუხი უნდა ბოლომდე გაეცეს რა. თუ აქამდე სიცრუეში ცხოვრობდით? ეხლა ვართ სიმართლეში? მე არავის გვარი დასახელება არ მინდა და არავის არ ვახენებ ჯერჯერობით ამ სასამართლო არ მოჩება. შეფასებას არ ვიცემ, მაგრამ ეს რას გავს, მე არ ვიცი რა. 12 წელი რა ასე ვიყავით, ყველაფერი გადარწულია, ყველა აღებულია. აი მილიონები როგორ არის ეს ხალხი უზღაფავწლის და ამათ მილიონები მიქონდა. ბატონო რამაზ, მე არ მესმის და ეხლა რო უპირისპირდები მე მაგალითად ბატონო შავი ბოდიშით. როცა ჩემგვით არიან ხო ხალხი დასწორ მოძრაობიდან, სხვა პარტიებიდან. ისინი უკვე ჩემ თვალწინ შემაყენებლები აი თქვენი მთავრობა აი თქვენი ბესა. ამას რა პასუხი გავცე მე არ ვიცი რა. მე პასუხი არ მაქვს, რა პასუხი გავცე. და მე ველოდები
მე ველოდები და ჩემი ველოდებიან გამოვიდეს ვისაც ეხება ეს მოვიდა ბოლომ დაგიხსნას რა ხდებოდა და რა არის ეს თუ ეს ასე მართალია ბატონ შავლე თუ მართალია რომ ქართული ჩინოვნიკები თავდაცვის სამინისტროს უშუალო სამინისტროს პრემიერის დონეზე თუ ასე ხდებოდა კეთილი ინებოს ქართულმა ოცნებამ მე ასე მგონია და მე არავითარი ის არ გამაჩნია მე პრაც გულში მაგ უნდა ვთქვა ჩაატაროს პლებიციტი გამოგითხა მოსახლეობის ნდობაზე ანუ რეფერენდუმის ხო? ჩატარდეს რეფერენდუმის ნდობა რომ ქართველი ხალხი ენდობა თუ არა ეხანდელ ხელისუფლებას. ენდობა თუ არა ჩვენ მე ხელისუფლებამდე ვარ მომხრე ვარ. დღესაც რაც შევჩატარდეს მე უნდა მივციხმ ქართულ ოცნებას. იმიტომ რომ ვერასდროს ვხედავ მის აბერწონეს გვერდზე მდგომს. რომელთა შეუძლია ქვეყნის ამ ძიმე მდგომარეობაში წინ წაღწევა, წინ წაღვანა. და ეს რო განიმუხტოს ეს მდგომარეობა ერთადერთი გამოსავალი მგონია ხალხს შევეკითხოთ. ენდობით ენდობა ხალხი გაუცნებას თუ არ ენდობა. თუ არ ენდობა ჩავატაროთ მე არჩევნები ხელახალი. ანუ ადამიანელ არჩევნებს გულისხმობ. ჯერ ნდობის საკითხი არ მიხილოთ. ენდობა თუ არა ამ თარობას ხალხი. მე ენდობი კი ბატონო, მე მომხრეო როცნების სულაც ვიქნებ მე აქეთ გადავხდები. თუ უნდობლობა ამ თარობის მიმართ მე არჩევნების შედარებათა წინაპირად უდგას. ასე არ გამოვა. ასე არ გამოვა ბატონებო, რა გთხოვთ რა. ბატონო რამას ერთ რამის ჩასწორებას ბატონი ირაკლი ღარიბაშვილსაც ბატონი ეხანდელ პრემიერსაც ყველასთან აი დადებით თვალეთ უყურებ ბევრი კაი საქმე გააკეთეს მithom ბატონო აი ირაკლიმ ყველა რა ვიცი მე ჩახდური ხარ ვარ მაგრამ უდიდეს საქმე გააკეთეს ქვეყანა იხსნეს ქვეყანას თუზაზე დააღენეს 1000 დადებით საქმე გააკეთეს და ეს თუ გამოჩნდა ასე ხო ამ შეკითხვას პასუხი უნდა ნორმალური რა ბოდიში ბატონო რამას ირაკლი ღარიბაშვილმა ხო განაცხადა რომ ის ფული რომელიცო როგორც ტელევიზიებიდან გავიგეთ რომ ამოიღეს ის 6 მილიონი იყო თუ 5 მილიონი იყო ნუ თანხას მნიშვნელობა არ აქვს რომ ეს იყო ჩემი ოჯახის ბიზნესიდან მოგებული თანხა რომელიც დეკლარაციაში არ მქონდა შეტანილიო მე დიდი დადებითად განწყობილი ბატონი ირაკლის მიმართ და არ შეიძლება ცოტა განწყობილი ვიყო რომ ორჯერ პრემიერი იყო მინისტრი იყო კაი საქმე გაკეთდა ბევრი კაი საქმე გააკეთა საქართველოსთვის მე მწამდა მჯეროდა ეხლა ჯერა რომ მაგი ქვეყანას არ უღალატებს და არ უღალატია მგონი და ეს მე მეცნობა რა ბატონო სალეგრო ეს თუ გაირკვესა და თუ ასე ოჯახის ბიზნესმენი იყო ახლა ოჯახის იმ ზოგი დიდი ბიზნესი და მაგრამ 7 მილიონი ნაღდი ფული სახში დევს რატო თუ ბიზნესი ნორმალურია და ღია ბიზნესია ამ ხელაფოს სახში რა უნდა? ამაზე პასუხი გაცემა უნდა რა. ხო, მაგრამ მეორე მხარეც ხო არის ბატონო რამას, რომ ბიზნესმენები, უბრალოდ პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი ჩვენ გვახსოვთ, რაც პოლიტიკა დღეს უბრალოდ რაც საქართველოს დამოუკიდებელი არის გარკვეული ნაწილი, რომელსაც სიტყვაზე თქვათ, თუნდაც ავიღოთ შევარდნაძის დროიდან მოყოლებული აგერ სააკაშვილის პერიოდისა ისა, ოფშორულ ზონებში და ოფშორულ ბანკებში გზავნიდნენ იმ თანხებს, რაც ჰქონდათ აღებული არაკანონიერად და აი ჩემთვის პირადად ყოლა წარმოუდგენელი იყო ბატონო რამას რომ სახში ჰქონდა ამ ხალხს ეს ფული და მათ შორის ყოფილ პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილი ბოლოდ ხმები მას ამბობენ რომ 7 მილიონი აქ თუ ჰქონდა იქ ადნიგება გაგზავნილიო არ ვიცი რა და მოდი ეს საკითხი ივანდო სასამართლოს და რას გაგრძელება რაც უნდა მოყვეს ამას თქვი ახლა მე ნდობის საკითხი რომ უკვე ირონულად გიყურება არ გამოვა რა შევთქვი ოჯახი აშენებულებო 13 წელი თქვენ გვერდით ავართ ხალხი რა ყველა ჩვენი თქვენთან ავართ გულის თული თქვენ გიგდივართ არაფერად ხულობ თქვენგან მანდერებით სავარცხლო მშვიდება გვაქვს და ქვეყანა სტორიზით მე ასე მეგონია და მგონია რომ სტორიზით თარდება ქვეყანა პლუსები და მინუსები და აი ეს საკითხი გასარკვევია ეს საკითხი თუ ის მართალი ასე გამოდგა მე შემდგომ საფეხი შემადით ეს რა გასაკეთებელი არის არ ვახებ თავზე არაფერს და ბოლოს ამ კითხვის გარშემო ბოლოს ვიტყვი ერთ რამეს ამ რამოდენიმე დღის უკან გაჟღერდა რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბანუკა ბახტაძის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსიც დაიბარეს გამოკითხვაზე და რა კითხვა მაქვს ისი ბატონო რამას თქვენთან და იმედია ძვირფას ტელემაყურებლებიც დამეთანხმებიან როგორ შეიძლება რაც ქართული ოცნება მოვიდა ღარიბაშვილი ქრთამისტი
და შავი ფულის გამგეთებელი გამოიყვანეს. მე ყველაზე მთავარი კვირიკაშვილი საერთოდ ვინ იყო ვერავინ ვერ გაარკვია და საერთოდ მე მოვიდა და გახარია განაცხადეს ქვეყნის მოღალატეაო და 1000 რამეს აცხადებენ და იცი რა საინტერესო რა არის საინტერესო ფაქტი ის არის რომ რომელი პრემიერი იყო ბიძინეევანიშვილის მერე ნორმალური ამ ხელისუფლებაში ბიძინეევანიშვილი და ირაკლი ყუბახიძე ესე გამოდის და არც ეს არაფერი არ გაუკეთებია ქვეყნისთვის ყველაფერი კაი გააკეთა არა არ ვიცით ბატონო დავლეგრო ჩემი აზრით ჩვენ ეს ვიღაც თუ გავმაწყარი ხალხის სტაბილიზებას ტოვებთ რა აიღო მიჯო რა ყველა მთავრობაში ასე არის ყოველთვის ბუზავადა გამოაშკარავეს არაბატია ბადმობიცინა მარავის არაფერი ხო კი ბატონო ჩაიძი არაბატია ეს ესე იგი მთავრობის სენია ეს ყველა მთავრობის რა იყო შეოჯახაშინებულო რა რამდენი უნდა მოიბარო ვიჯო არ გეცოდება შენიერი რამდენი გინდა ადამიანს თუ ცხოვრებაში 1.5-20 მილიონი გაჩერდი რა ჩვენ ხო ვიცით რომ არაბატია ბატონო ბიზნა ბოლომდე ჩაიყვანს არაბატიებს არავის არა ხო იცით ეს ხო იცოდით ეს მაგრამ თავის შინაურსაც არაბატიებს ღალატს ხო გამთხრებული ყავდით მაგას თქვენ რომ ეს არხნად ბიჭებო ყველანაირად ხო უზრუნველყოფილი იყავით ბატონო ბიზნესგან რატომ მოგიდეთ ფუძხელი ხო ამოგიღეთ ბოლომდე მე გვერდში ვდგევარ რომ თუ ასე იყო და დასაჯოს ყველა ბოლომდე რა დასაჯელია მაშინ ყველა ბოლომდე უნდა დაისაჯოს ყველა რაღაც მონეგებები არ გამოვა დაისაჯოს ბოლომდე მეორე არ გაბედოს ვინც მოვა რა და ერთხელ სამუდამოდ უნდა შეიგნოს ყველამ რომ თარობაში მოსვლა ფულის შოვნას არ ნიშნავს თარობაში მოსვლა ნიშნავს ხალხის მსახურს და ქვეყნის მსახურს თუ ეს არ შეგიძლია დადი ბიზნესში იმუშავე ფული აკეთე მოდიან თანამდებობებზე ფულის საშოვნელად ეს უნდა ამოვიღოთ ქართველებო გულიდან თანამდებობაზე ფულის საშოვნელად არ უნდა მოხდეთ დაღუპეთ ქვეყანა დაღუპავთ ქვეყანას ტენდერებზე რა ხდება ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები იღებენ არა ერთი კაცი იგებს და მე გადაყიდვა მინდის ტენდერებზე ფული არ ყოფნის ვარდებიან იმშენებლები და არის ვალი ერთი ტენდერიდან წინასაშენებენ წინა შემდაშენებ და არიან გახმართული ამ საქმეში რა იმიტომ რომ უძვდებათ მესამე 4 ხელით იყიდება ტენდერი იგებს ის ვის არაფერი არ შენობლობის გამოცდილება აქვს თურმე ასე ამბობენ თორემ მე სადაც ვიცოდი კაც არის გამოცდილება არ ტექნიკაა და მოშახელი იგებს ესა და უნდა გადაყიდვა მიდის მეორეზე მეორე ყიდის მესამეს და ეს ემატება ფასი ემატება არ გამოდის სახ თორე ჩვენ ყოველთვის ჩვენი მშენებლები მაგრამ თანხა არ ყოფნის მე ეხლა თავის თავზე როგორ ამაგე დავით გრამიშვილი თავის თავზე თავის ხო ეს როგორ ამაგეს რა როგორ კაცო რა სანამდე ეს ხალხო რა ხალხ ასუუბნებით საზოგადოება ასუუბნებით ხალხ ასუუბნებით ხალხო საბოლოოდ ისე გამოვა ბატონო რამაზ რომ გული მткиვა მე ეს ხელისუფლება მე ღარიბაშვილზე და დედსაღობგან მქონდა და მაგ ჯეჯერობით ბატონო რამაზ ბოდიში საბოლოოდ კახელი გამოირკვევა აი კაცი მეგონა და მგონია კიდე ჯეჯერობით რა ვიცი რა ეგრევე ჩვენს გონია ირაკლი რომ კაი ადამიანია რომ საქმე აკეთა ქვეყნის შეუვალი კაცი იყო ევროპაში იმაში ქვეყნის კაი საქმე აკეთა სახელმწიფოსთვის გაც თუ ეს ბიზნესი გინდოდა შეოჯახაშინებულო ხო კი ბატონო მუშაობდა მაგის ჩინელებთან იმასთან კი ბატონო მაგის ბანკის მუშაობდა შემოსვალი ქონდა გასაგებია აქ კიდევ ერთმა მისცეს გასაგებია მაგრამ როცა ხედავ რომ პრემიერი ხარ ეს შენი ბიზნესი უნდა გაციო გვერდზე შენ ეს ფულ თანხის ტრიალია რატო გინდა ეს რა ან კი ბატონო გაათეთრე ეს ფული კაც არა არის კაც უწყონია ბიზნესმენები არიან მილიონი შეულებენ ათეთრებულია ფული ხო სახშად კიდე მე პრემიერი ხო არ იყო ეხლა ავტორინაკლი ხო ეს ფული გაეთეთრებია კაც ან როგორ შემოდიან სახში ბანკში ხო ფული უნდა იყოს ბანკში თუ თეთრია ხო კაც 70 კილო ფული შკაფში კიდევ რა რიგად არ ვიცი ხლა მე თვა იქნებ ცდები რამეში იქნებ რაღაცა ხდება იქნებ არ ვიცი რა მაგრამ გული მткиვა ფაქტია ამ საქმეზე რა და მე რა ვთქვი მასეა სასამ ბოლომდე გამიძიონ ყველა საქმე ეტენდერები ის რაიონებში ჩადით ხალხი რაიონებში ჩადით პროდუქტები ამბობენ რაიონებში მასეს უარესი მდგომარეობა არისო რა მუნიციპალიტეტის მერები და ესენ უარესი მდგომარეობა არისო ამბობენ კაცო მაგრამ ერთდაიგივე ხალხი ტრიალებს ერთდაიგივე ხალხი გებულობს ტენდერს ერთდაიგივე ხალხი რაღაცა ხალხი ამბობს რა და შესაძლოა მე ყველგან ეს საქმე რა
და ერთი მაგალითად ეს ტენდერის მოგება და რა არის ეს? ბატონო მე მეკითხა ვაფშე არა საჭირო ესენი. ბატონო რამას. ერთი რაღაც უნდა ვთქვა მე. საბოლოოდ თუ ეს ყველაფერი სიმართლე აღმოჩნდა, ხელისუფლებისათვის ძალიან ცუდი რამ იქნება ეს ყველაფერი. რადგანაც ყოფილი მაღალჩინოსნები არიან კორუფციაში გარეულები და ჯერჯერობით ეჭვმიტანილები, მაგრამ ნუ თუ დამტკიცდა არის, მაგრამ საქმე რაშია, იცი? საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არაერთხელ მქონდა შეხება და თქვენ გახსოვთ ბატონო რამას წინა სეზონის გადაცემაში და არაერთხელ ვთქვით, რომ აი მაგალითად მშენებლობასთან დაკავშირებით ვიტყვი. არის ესეთი რაიონის გამგებელი, როდესაც სოფლის პიროვნება მივიდა სახლის სახურავის სარემონტოდ, რო ჭირდებოდა მასალა და პლუს ამასთან ერთად, ნუ დამეწყრილი იყო როგორც ვიცი, სახლი და პრობლემები იყო, იცი რა უთხრა ამ გამგებელმა? შემდეგი მე ის არა ქვია, დამეწყრა რომ მოხდება, მაშინ გადაგიხდით თანხას. ეს არის მე გახარიაზე მინდა თქვა რუსთვა რა. და ბუდიში და ეგ გახარიასთან დაკავშირებითაც მინდა ესეთი რაღაც თქვა, ვიტყვი ბატონო რამას. რაც შეეხება ამ სასამართლო საქმის აღზრას გახარიას წინააღმდეგ. აი ცი რა ვერ გავიგე? კარგი, ეს გახარიას ამათმა მოღალატედ გამოიყვანეს და გასაგებია, მაგრამ უყურე, სამართლებრივად თქვენ იცით ბატონო რამას, რომ მე იურისტი ვარ, იურიდიული მართულების სპეციალისტი და აი რას ვერ ვიგებ, იცი? საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც ქვეყანა დაღუპა. ქვეყანა ომში შეიყვანა, უამრავი დევნილი და უამრავი სახკარი დაკარგეს. უამრავი უდანაშაულო ხალხი დაიღუპა. სამოქალაქო პირები, კაი, სამხედრო და პოლიციას თავი დავანებოთ ეს ომია და საომარ მოქმედების დროს ვალდებულება მათი რომ იბრძოლონ, მაგრამ სამოქალაქო პირების ხობები დაიღუპა. აი ახლა ამ კაც რო აძლევ შენი 6 წელიწადს და შენი გუნდის ყოფილ წევრს აძლევ 13 წელიწადს. ეს რა არის, ვერ გავიგე. და თანაც რისთვის ჩორჩანაში რო დადგა საგუშაგო კოშკი. ეს ვერ ხვდები რა იყო. აი, მომის ბატონო. კაცი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, ხო? სიმართლე უნდა ვთქვათ რა, არის დავრედები და უნდა ვთქვათ რა. მე გახარიას ეხლა არ მომხრობი. მაგის საქციელები არ მომწონს მე. ახი მოჩამოვიდეს და გაცეს სამართლოს პასუხი და დაждომია ჩაждდეს. გაქცევა რა არის და მამდეს და არასწორად ამბიჯები გააკეთა. ეხლა ევროპაში სიარული და რაღაც არასწორი მაგაცი სიბელია მე რო კაცი. ეკი. ეს არასწორი საქმე, ამას არ მომხრებ. მეგონი მამამდე მუშაობდა მაშინ. კაცი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. ნუ თუ ეხლა ჩორჩანაში რო პლატი ჩადგმა ხო? ნუ თუ ეს შინაგან საქმეთა მინისტრის დონეზე წყდება? არა. გადაწყდა გახარიობდა ჩადგა? არა, ეგ აბსურდული სისულელია. როგორ ეხლა ამას ვინჭამს ხალხო რა? ბატონი გომელაურმა თქვა მე არ ვიცოდიო როგორ. უშუალობის ემან მინისტრმა არ იცოდა ის რაც ამ პრემიერმა არ იცოდა? თანხმობის გარეშე მოუნდა ხარით ჩადგა იქ პროპოსტი? ან ხალხო მერია რო უტებდა პარლამენტის შენობას და იხსნა ხო პოლიცია მიუშავა და გარეკა ეს ნაძერლები ხო მან შეიძლება ისეთი დაფშეტაკება იყო ხო შეიძლება ეს რეზინუტყვების ისინი არაპროფესიონალიზმის მივაწეროთ ჩვენი პოლიციის გარკვეული ჯგუფების და მოხდა მაგრამ ეს ყველსოფლიოში ამ ხელა მიტინგის დაშლით ყველგან ხდება, ხო? რატო საფრანგეთში ბატონო, მოდი შევხვდით. საფრანგეთში რო დაშალეს, იქ ხო იყო მსხვერპლი. ამერიკაშიც რო დაშალეს, იქაც ხო იყო მსხვერპლი. კი ბატონო. მე გომელაურდოდ არ ყოფილა და კარგად ეს ის ასწავლეს პოლიციას ეს როგორ ხდება და ეხლა მინისტრი აშლა უფრო მშვიდობიანად. მაშინ და მოხდა ზედმეტი გადამეტება, აი არასასიამოვნო ფაქტები მოხდა, თვე დაღალკა ხახმა ხო. მაგ პერიოდში გახარი გამოიყვანეს, ბატონო გახარი გმირად, ხო? კი ბატონო, ხრობოდი დაშალა მელია გაასამართლეს ამის გულისთვის რომ უნდა და შეგშეწევა პარლამენტში და ხო ხედავით კადრებს ჩვენ. კი ბატონო, მაშინ გმირი იყო. ახალი გმირი როგორ გახარია და ნიშნავ პრემიერ-მინისტრად. კი. ხო? რა თქმა უნდა. თუ ეს გახარია მაშინ მოღალატე იყო და ჩორჩანაში ეს გააკეთა, ისიც გააკეთა პრემიერად და იყო. ამდენ წელი იყო პრემიერი. გახარია დაახლოებით 2019-დან 2021 წლის ანუ 2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის თუ გახარია თუ თქვა თავიდანვე ასე ნაბობენ რომ deep state-მა შემოგვაპარავდა თუ აგენტი იყო ეს ხო უნდა ის სადღაც წელიწად ნახევრზე მეტი იყო დაახლოებით შემოგვაპარავო deep state-მა არ უნდა შეისწავლო ვის ნიშნავ კადრი ვისი კადრი ვინ კადრი მოყავს აი არ უნდა განსაზღვრო არ უნდა შეისწავლო კადრი თქვა გავიგოთ რომ კი ბატონო თქვა deep state-მა და უცხოურმა აგენტურამ შემოღარობაში შემოვარ გახარია თქვა და ხა მოღალატია თქვა როგორც ამათ დაუჯროთ
უნდა შეისწავლო კადრი. კი, უნდა შეისწავლო, მაგრამ ან პრეზიდენტი, ან მარგულაში რო იყო, აი აგერ არის, ან ეს ქალბატონი და აგვარჩევიეთ. აგვარჩევიეთ, ეს მოღალატე ქალბატონი რეებს აკეთებს, რეები გააკეთეს 4 ოქტომბერს კაცო, აი 4 ოქტომბერსაც გააკეთეს, ეს ყველაზე ეს ქალბატონი გამოჭმული იყო, იქადებით მე რო უარყო ის. მზადებოდა შესაძლებლად. ეს მოღალატე ხო ამათმა შემოგაბარეს კაცო. ამათმა რა გვარჩევიეთ? ამ ქალბატონს ვიმიცემდა ხმას. 10 კაცი არ უცემდა ხმას, ხო? ჩვენ გთხოვავთ. მეორე ტურში ხო მხარე დაუჭირა ბიზნამ, კი. ბიზნამ პირველში დაუჭირა ყველგან კაცებს. ბიზნამ გთხოვავთ. პირველ ტურში ხო, მაგრამ მეორე ტურში ოფიციალურად დაუჭირა მხარი და მახსოვს რომ ბანერები იყო გამოკრული პარტიის ლიდერების. ვინც ავირჩიეთ? ეს ქალბატონი იმის წინამდე გარი დღეს. ისინი ხოთანზე დახოდნენ, რამის ხოთანზე და იმათ გვერდით დგას. ეს არის მუსულთა წინასწრის არაქართლის გამკეთებელი ქალბატონი, კაც. არ ვიტყვი ქალბატონი, ხო? მაგ ქართულს არ გააკეთეს, მტერია ქვეყნის. ხოდა, ასე რაღაცები ამ საგადაპოლიტიკას მივხედოთ ხალხო რა. ამ საგადაპოლიტიკას მივხედოთ რა. ნორმალური ხალხი შეისწავლეთ ხალხი ეროვნულები ხო ხარ ბატონო ბიზნა რა. სამ ყველაფერი კაი საკეთებთ, მადლიერები ვართ. ქვეყანას არჩევთ, ქვეყანა გადაარჩინეთ. გადაარჩინეთ ქვეყანა და არ ვართ ამ წუმეში ამ გარეული და თავი გადადეთ ქვეყნისთვის და თავუწევად სამშობლოს. მესმის ეს დებელი კი არ ვარ. ცოტა მართებთ ამ კადრების საკითხში, მეტი დაფიქრება გმართებთ. თხოვთ რა. მეტი დაფიქრება გმართებთ, რომ კიდევ არ შემოგვაპარონ კაცო. ბატონო რამას მე მჯერა რომ თქვა გახარი ასეთი კი ბატონო მჯერა მაგრამ რატო ხონა შეგესწავლათ ეს თუ ასეთი იყო გახარი ხო მაგრამ თავად არ მოიყონა ბოდიში ბატონო რამას თავად არ მოიყონა ანეს ქალბატონი კი მაგრამ შეეშალა შემოგაბარეთ დაგვაძალეს ანეს ქალბატონი რა გინდოდათ პრემიზანტად არ უნდა შეგესწავლათ თამამები არის მეორეო უნდა შეიძლება ახლა ხშირად მეუდგეთ ამ საქმეს ვერ გაუძებს ქვეყანა ამას თუ ჩვენ ეხლა ამ მეურველებმა რაღაც უკებია თუ ჯანდაბებმა თუ ხა გითრიეს ხო ეხლა ქვეყანა ხო ჩვენი საშველი არ იქნება ხალხო ჩვენ ბოლო ბანაობა ხალხა ჩვენ ეხლა ახედა უნდა რამენამდე გამოვძვრეთ რომ ქვეყანას შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა რა გვერდზით ვისაც არ ეზარება რა ასე არ არის კი ეგრეა ეროვნულ ხელისუფლება ეროვნულ ხაზი ერუძის ვისაც არ ეზარება ყველა მხრივ ერუძის მე სულ ფიქრობდი ხალხო რა ეს ევროპელები მხარი ამ თარობაში ეყოლება თავიანთი ხალხი დაფინანსებული რაღაცა მეთქე და გამოშთა ხო? კი რა თქმა უნდა. გამოშთა კაცო, გამოშთა ეს. ვიღაცები დიდი პულით ხო? მოსყიდულები გამოშთა, ხო? გიყვარს ეს კოპურები არა ქართველები და ხალატობენ ბაზობიზენას ხო? კაცმა თავი გადადო, ამდენ მილიარდ დაკარგა. ოჯახი რა პრობლემა ხონდა ხამაგები. რა შეერეოდა ამ საქმეში. ეშლება რაღაცები, კი ბატონო, რაღაცა დაიდო, უნდა დაუდგეთ გვერდით, ეშლებოდა ბატონო ზვიადის და ხალხი არ დაუდგა, ახლა დაუდგეთ უნდა. შეეშა რაღაცა ხო? ენდო ბატონო ზვიადის მასში, ეროვნული იყო ენდო. გვერდში მდგომა უღალატეს, ვისაც ენდო მაგან უღალატა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში იმათმა უღალატეს. ხო, იმანდ ხა დადობიზნა არ ინდოს, არც უნდა ინდოს. არც უნდა ინდოს მოღალატეები და ამაში გვერდში ვედგე ბოლომდე რა. თუ მართლა ასე იყო ეს და ასე არ ვიყარებდნენ, არ უნდა დაინდოს. დაანახოს ხალხს რომ მოღალატეები სიხლზე არიან რა. ამაში გვერდში დაუდგები რა. ყველა მე კი რა, მთელი ხალხი დაუდგება გვერდით რომ გამოვასწოროთ. რომ იქიდან მოსყიდულები. მოდიში, ხალხი. ბატონო რამას, შემდეგ კითხვაზე გადავალ. ესეც ძალიან საინტერესო ფაქტორია. რო განაცხადა რომ უბრალოდ რო განაცხადა და საქართველოში ორი არაბული ქალაქის მშენებლობასთან დაკავშირებით. ჯერ ერთი მე ვერ გავიგე ეს რას ნიშნავს ორი არაბული ქალაქის მშენებლობა საქართველოში. ნუ ახლა ჩვენ გვაქვს რეგიონებში სადღაც არის მაგალითად ჩინური სოფლები. ეს ვიცით, მაგრამ ეს ორი არაბული ქალაქი რა არის ვერ მივხვდი. ეს თითქოს გამოვიდა ისე რომ განაცხადეს რომ ესო ინვესტიცია არისო საქართველოში ბიზნესის განვითარების ხრივ. ნუ ინვესტიცია სხვა მხრიდანაც შეიძლება ბატონო რამას ჩაიდოს და არა ქალაქის მშენებლობით. და აი ამ ყველაფერს თქვენ როგორ შეაფასებთ? ძალიან ნეგატიურად და ძალიან ცუდად. ძალიან ცუდად. მე ინვესტიცია მესმის რომ უცხოელი ჩადევიო ფული ბიზნესში. ბიზნესი რა არის? თქვათ, კეცის მშენებლობა. ხო? კი. ფაბრიკა ხნების მშენებლობა.
კომერციული ცენტრების მშენებლობა, თქვათ სასწავლო ტიპის მშენებლობა, კი ბატონო. მშენებლობა რაღაც ქარხანა, რაღაცების მშენებლობაზე ჩადოს ფული, ინვესტორმა მოიგოს ფული, მოიგოს. აიღოს თავის მოგებებული ხო? როცა ჩვენ ეს სადაც ჩვენ გვიჭირს იმ საქმეში უნდა ჩაადები ინვესტიცია. რაც ჩვენ გვიჭირს, რა გვიჭირს ჩვენ? ჩვენ გიდით წარმოება. გესები ავამუშავოთ, ზედმეტი გვაქვს მდინარეები ხო? გვინდა ხარხანები ავამუშავოთ, დაყრდნი ხარხანები ქვეყნის მანქანათმშენებლობის ამის სოფლის მეურნეობა აღვადგინოთ, ავაღორძინოთ, ამაში ინვესტიცია უნდა ხორცლებიოთ უცხოელებს ხო? მაგრამ საკუთარ სისხლს და ხორცს, საკუთარი მიწას მივყიდოთ უცხოელზე ეს ინვესტიცია არ არის ბატონებო. როცა ჩვენ დეფიციტი ჩვენ არც საცხოვრებელი კომპლექსის სახლების დეფიციტი გვაქვს და არც კომერციული ფართების. არავით არის საჭიროებას არ წარმოადგენს წანიში ტყეპარკის მიყიდვა და იქ სახლების აშენება ან გონიოში ბათუმიდან სხვა ადგილზე იაბაშენოს საცხოვრებელი კომპლექსები და იქ რაბები შემოყვანა. ჩვენ გვყავს თუ ასეა თუ საჭიროა ის და საგანგომარობა რომ ასაშენებელია მან რატო ასაშენებელი არ ვიცი გაწი რუსთავის გზას მარნეულის მხარეს რუსთავის მხარეს ქალაქი უკვე საფართოებელი გააფართოვე და შენებლობის მეძე რა გვყავს ჩვენ ბატონო აქაც აპირებენ ისანში აშენებას აქერაბები ხო არაბებისთვის კორპუსები უნდა აშენდეს ვერ გევიგე რა რატო შვებით ამას ან არაბი შემოვიდა თქო ჩვენ სამშენებლო კომპანიებს თავის მუშახელი არ ყოფნის თქვა დაასახელო თქვა არ გვაქვს ჩვენ კვალიფიციური იმდენი მუშახელი რომ ესენი არ არის მაყოფილები. მეორე, ჩვენ არავითარი სამშენებლო მასალების წარმოება არ გვაქვს. არა, საზღვარგარეთ უნდა შემოიტანონ მასალა. ჩინური და თურქული შემოგვიყვანოთ ის გაყუდოთ აქ. ხო. მეტი ჩვენ ახლა რა ხელი უნდა მე ავაშენებ კომპლექს 30000 რაღაც საქმაზე ხო? და 1 კვადრატული მეტრი იღებაო $5,000-დან 1000-მდე ხო? ამის მყიდველი ქართველი კაცი არ არის. ხო ეს რო გათვლია რაღაცაზე ბატონებო და რატო აქეთოთ ამას თან კიდევ გონიოში და წანიში რატო ვის ინტერესია ამაში ეხლა ერთხელ კიდევ თხოვთ რა ჩაიხედეთ ამ საქმეში ხალხო ვისაც ეხება ამაზე ქართული ხალხი არ დათმობს ეხლა მე თქვენი მომხრე ვარ ბატონებო და ეს კაცო რომ გადაყვეთ ბოლომდე კაცო ჩაიხედეთ ამაში რა რაში რა მოგებონდა ნახოთ 8000 სამუშაო ადგილი რა სამუშაო ადგილი უნდა იყოს სასტუმროში და სახლში დამნაგებელის მინტანის და მომსახო პერსონალის მონის მეტირი ბოდიში შევასწავლეთ კი ვაკანე მის სამსახურზე მუშაობ მაგრამ ყველა მაგათ ხვალ ვიქცეთ ხაბე ხაჭაპური და ბოდიში მაგრამ ყველა მომსახურად ხვალ უნდა ვიქცეთ რა რაღაც რა სამუშაო უნდა შექმნას მან არაბებთან კაცო ერთი ახლობებს ერთი ნაცნობებს აქვს სასტუმრო ტიპი ბათუმში რაღაცა და იქ აქვეყნებენ მე ხედავ ხოლმე იმაში რომ აი ვინ ცხოვრობს ნომერში და რო გადიან როგორ ტოვებენ ნომერს ყველაზე ბინძური ყველაზე ცუდი არაბები ის არის ხსენოფობი კი არ ვარ სიმართლეს გეუბნებით ყველაზე ცუდი ხალხია ურთიერთობაში ესე რატო რატო ასახე მარტო კი არა კაცში ქართლში იქით ყველგან ბევრი სოფლები ყოფილა აშენებული აგერ კიდევ წყლეთის მაღლა ესენი ამას რატო აკეთებთ რომ საკუთარი მიწა-წყალსყიდი კაცო პაპისეულს ვინ მოგც სამისულობა ჯერ შენ ერთი კაცო რა შენ ვინ მოგც როგორ შენ დღეს ხარ ხოლმე მე ნახავ რა მე რაპასუ მოგთხოვ მე შენო როცა დასახდება 20000 არაბი ან მუსლიმანი ვიღაცა ხო ის მოგთხოვს თავისი მონასტრი იმას მეჩეთს მოგთხოვს სკოლას მოგთხოვს ბაღს მოგთხოვს როცა ერთ კორპუსში ორი კაცი ორი ოჯახი მოგთხოვს გასაგებია აბას ავიტად მაგრამ როცა კომანდო დასახდებიან ესენი ხო ისინი ყველაფერს მოგთხოვენ თავისას ხო ბატონო რა შევიტყა აი რას ვიგებ დახედანი ბატონო ისე კომი ისე ის ხარ არის მომშეგაც მე აქ უზნობ ისევ იმას რასაც ქვია კორუფცია სუნიზის და მე ყიდით შეს ხორწყდით საკუთარ აგერ ხო არის ტაბახმელაშენის გზაზე სოფელი რო აშენებენ ახლა რატო აშენებენ რატო მიწის უბრალოდ რატომ ეხლა თუ ამგვარად ეს ხალხი უცხოეთში ვინც არის ქართველი დაბრუნდებიან მაგენი კაცო ამათ მიწა მომართაობა ჩვენ თუ არაფერს არ გავაკეთებ უსაკურები უმახნისები ვართ გასაგებია მაგრამ მომართაობა იზრდება და ისინი აშენებენ ისინი დასახდებიან ყველაფერს გაუყიდოთ ბავშვებს რა უფლებით კაცო რა უფლებით უყიდი მიწას შენია კაცო ეს არის ქართული სისხლით მოპოვებული ჩვენი მიწა-წყალი და ამის გაყიდვა უცხოტომზე რატომ ხალხო გაშევებულია თბილისი გაშავდა ვერ ხედავთ? კი, როგორ არა. აღმაშენებელი სულ გადატენილია. აბა აღმაშენებელი ახლა ვიყავ ისანში და რა ხდება? ახაც ქვეყანა. ამბავი ეგაც ჩვენ ვერ ხარ. რატო აკეთებ ამას ხალხო? ბატონო ბიზინა რა.
ბატონო მიზინა რატო ამას ამ საქმე ჩაიხედა ხო ჩაიხედა ამ საქმეში და მეორე კიდევ ამ საქმეს ამ არაბიზაცია თუ ჯანდება ამათავს ეროვნული ხალხმა ამოიღო ხმა ეგრე ამას ამოიღო ხმა და მიდის მე ჩვენ კი გიპირისპირდებით კაცო აგვიხსენით ნორმალურად ხალხო რა პასუხობელი მე ვარ რომ ამას მე და კარგი იქნება მე შენ მოგთხოვს ამ პასუხს კაცო ხო 10 და 20 წლის მერე რა პასუხი მოგთხოვო თქვენ მე რა ხდება რა თქინდა რა მოგებონდა ნახოთ ამიდან სახე ბატონო ბიჭო თუ ასე მაშინ რაღაც მინდა ვთქვა ქართველებს ვიყიდე ჩვენ ვაშენო თუ თუ გვიჭირს ეგ მშენებლობა ქართული მშენებლობას მიეც ისინი აშენებენ გატო და ქართველები იყიდიან ამ სახლებს ბატონო რამას ბოდიშით ნახევარი თბილისში ცხოვრობს ერთოთახიან ბინაში კაცო ნახევარი თბილისში ცხოვრობს ერთოთახი ორი ოჯახი ცხოვრობს ერთოთახიან ხრუშოვკებში და მოსკოვში ბინებში ცხოვრობს ძველი ბინებში აშენებული საუკუნის უკან კაცო ხო და ოჯახს ვერქნის ხალხი და თუ ზალაში წვად ყუხნაში წვად ნახევარ თბილისში ყუხნაში წვად ხალხი თბილი ბინა ერდეგიოსა ხუთ ბინატორი უბრალო ხაზ გაჭირებულად ცხოვრობს ჩვენ ავაშენოთ ჩვენ შევდა და თუ შეყოლ ფასებში ქართველებს მიცეთ კაცო თუ ასეა ხო ეს გავაკეთოთ კაცო არა $10 არა აქ ბატონო მაგდენი ოჯო $220 და $250 ბინა და 1000 ყილისებს შემშენებლების კაცო და $500 $1500 $1500 $1000-დან $5000-მდეა საწყისი ფასი ოღონდ ეს იეფიაო და მე 1000-დან აი ჩვენ 1000 კვადრატი საიდან უნდა იშოვა ამდენი ფული თბილისში ბიზნესში უშავდა ამ მე ფული ვერ შევაგროვე საიდან შევაგროვე ამდენი ფული გამაგებიეთ ხალხო თქვენ თუ არ მოიპარე რა იპარავდნენ ეგ ფარბაში რო იყვნენ კაცო ხო ტენდერებში მაჩნდა ისე შეყდურებენ 20-50 ვინები აქ თბილისში ხალხ რა თქმა არა ვიკათო არა ეს ქვეყანა თქვენი ბატონებო ეს ქვეყანა არის ჩვენი შვილები თქვენი შვილების მომავალი თაობის ეს ამის გაიკვეთ რაც გეუბნებოდი გამოვიდი ეროვნული ხალხი ხო? და ამ დროს გამოყვეს თავი ნაციონალებმა და მდელომ და ამ ქვეყნის დამკვიდრებლებმა. ეს წარმოიდგინე ხალხის თვალში იქნებ დაიწყეს გაპროტესტება. თვითონ ელოქინის უცხოელებს ყველაფერი გაყიდულია, ვერცხონები უცხოელებს და ქართველები და უცხოელებს ყიდულობდა. ნაციონალიზმი დაგდებოდა, მთელი გესები სხვას მიყიდეს. რუსებს არ მიყიდეს და იმათ კიდე. რუსებს არ მიყიდეს, დახარჯვა გაყიდა ძება. იგი უარეს აკეთებდნენ ისინი, ხო? ისინი ახლა ამას გმობენ. გაჩერდით თქვენ რა და მიუშვით რომ ხალხი ამ გასაპროტესტებლად გაჩერდით თქვენ რა თქვენი გაპროტესტებული ამის არჩევდება თქვენ აბსოლუტურ საქმეს თქვენ აკეთებთ ვინც ამას ყილის მაგის საქმეს აკეთებთ არაკაცი ვიყო ვინც ამას ყილის იმათმა უთხრეს ჩაერთვეთო ისინი ამით თამაშობენ რომ ეს პატუსანი და ნორმალური ხალხი ომით და ჩხუბით კი არა გეუბნებით გამიხსენი ბატონო არ ხნათ ეს ხო შეიძლება გითხრა რაღაც მომხრევარ შენი მაგრამ გითხრა რომ ეს არ ხნა ბატონო რა არა ეს საჭიროება დაწარმოადგენდა რა ვითარს რომ კორპუსები და სახლები ჩავდგათ მაგ წანიში ტყებაში და გონიოში და არაბული რაღაცა რა თმინდა ეს კაცო ყველაზე მთავარი რა არის ბატონო რა ვაშენო ვაშენოთ გესი აშენე პორტი ეგრეგო ეჩერებული რაღაცა ბუნდოვნება რო არის პორტის ბუმაჯი ანაგის პორტში და ან ვაშენებთ ხან არ ვაშენებთ 1000 გასაკეთებელია საქართველოს ხალხი გასაკეთებელი არის საქართველოში როგორ არ არის ის ხალხი რო გაქცეულიები ნახევარი კაცი ავშენ აქეთ მოიყვანო და აქ დავსაკმო და ავაწყო რაც გვაქვს მაგი ვიკვაროთ რაც არ გვაქვს მაგი ხო შეიძლება რაც არ გვაქვს ქართულად მაგი ვიკვარ ვისაც არ ყოფნის წამდანდი ბატონო იყოს სიმშვიდე იყოს დემოკრატიული ურთიერთობები ადამიანი დაჩაგრა არ იყოს არც არის ხო და ქონებრივად ხო დღეს ჩვენ ევროპას ვერ გამოვეკიდებით. ნელ-ნელა უნდა ევროპა ერთ დღეში არ გამდედებულა. ჩვენ უნდა ახლა ევროპული ცხოვრება ერთ დღეში. არ გამოვა ეს. დრო უნდა ნელ-ნელა მივყეთ ამას. განავითაროთ სოფლის მეურნეობა, განავითაროთ ძიმემ დაწოლობა, ნელ-ნელა მივყეთ ნიჭიერი თაობა მოდის. კიდევ ვასწავლოთ და ნელა განვითარდეთ ხალხო. გაცავთ სხვას, ვინდა ისეთ გერმანელი ცხოვრება ვიყოთ ბაგარიერი. მაგარი ცხოვრება კი იმოყა იშრომა მოიყვანა და შენთვის უნდა იცხოვრება. შენ გერმანელი მონად. სოფლის მეურნეობა არ გაგვინდა ვერ ხედავ სოფლის მეურნეობაში რა ხდება არ განვითარებია ბატონო რამას ბოდიში მოვიხდი წეხან უნდა მეთქვა და გავჩერდი აი აცხადებენ რომ თითო ქალაქშიო მინიმუმ 30-დან 50000-მდე უნდა იცხოვროს რა თქმა მე გიეს რატო არა ბოდიში უკაცრავად რა უნდა ვთქვა იცი აი ახლა ეს 20-დან 50000-მდე სიტყვაზე თქვა საშუალოდ 35-000 კაცი ვიაროვებარავდო თითო ქალაქში 20 წლის მერე რომ ესენი ჩვენი მხარის ხალხი მათი მხარის შეჯვარება რო დაიწყება ერთმანეთში და დაუჯახდებიან იმას შეძავენ ეს ხო ის არის რა ქვია ერის გადაჯიშების მხარეც ხო გამოდის
Don't show them. I think that's it was not same. შენ შენ ძირგულიო. ამ 25 წელს. შენ თქვენ ნაცნობებში ამდენი ბავშვი დაიბადა. ჩემს ნაცნობებში ძალიან მცირე რაოდენობის ბავშვი. მე ერთი ჩემ თანამშრომლის შვილი დაიბადა ერთი. ყურში ნახ, ამდენი გამი გასვენებაში ხარ. რა ვიცი მე ყოველ წელიწადში მგონი 60 ჯერ დავდივარ გასვენებაში. ჩვენ საქმე წასული ამას ვერ ხედავთ. აი ბატონოს ბოდიში მოვხდი ამ ზაფხულში ერთი თვის განმავლობაში 9-გან ვიყავი დაკრძალვაზე. ჩვენ საქმე უკან მიდის ამას ვერ ხედავთ. ხალხო სოფელში მე წამოსული სოფლის ცხოვრობიდან ვარ წარმოშობით. ჩვენ სოფლის ცხოვრობ ბიცოლა შემია დარჩენილი იქა. ანაცვალე მაგას. ამაზიო 3-4 გაივლისო. გამარჯვება არ მეუბნება არავინ არ არის. გაგონინა კაცო სოფელი იყო დასაკლებ ჭიტროდ. 700 ბავშვი დავდა სკოლაში. რატო ჩემთან სოფელში? გაყვანი გაზიც არის, გზაც არის, ყველაფერი გაყვანილია. სახლები, კარები, გაკეთებულია ყველაფერი. ასე ხდება ჩემ რაიონში, ასე ხდება ყველგან. ჩემთან სოფელში და ჩემი შოულებერიანი ბატონო რამას კარის მეზობელი ყავს ერთი ბიცოლა ზემოთ ბიზა ჩემია კიდე და ჩემი ბიზაშვილი და იქით არის რა იცი კინკი ორი კინკელა, მაგრამ საქმე სხვა რამეშია, საქმე იმაშია რომ შენი თქმისი არ იყოს. რაც კი ჩემს ბავშვობაში სოფელში ხალხი იყო, დღეს საერთოდ აღარ არის. ზაფხულში მე პატარა ბავშვი რო ვიყავი, აი ძირფასო წარმოყოლები რომ ყველას გეცოდინებათ სოფლის ბიჟები რაც არის. გადატენილი იყო. ეხლა ამ ზაფხულს რო ვიყავი დაკრძალვაზე წასული, სოფელში ბიჟაზე ბავშვი ვერ უნახე. ერთ სახელს მიტყიდებოდა და სამ. ვიქაურებოდა და თქვა გულში მაგას. ერთადერთი შემოსავალი ჩვენთან რაიონში არის თხილი. კი ბატონო. ბოლოს და კახეთში რატომ ირაკლი გააკეთა მოიდა მიხედა კახეთის დაფინანსება ყურადღება ხარხანი იბარებს ამ ყურძენს რაღაცა და არა ძალიან ძვირფასი მაგრამ რაც არის არა უშავს. უსაშუალო ვარიანტში წინა ხელისუფლება ჟობია. არა უშავს ეხლა ყოველ არ არის ხალხი არა უშავს ხო. რა გახდა ეს მეუხედავი ეს თხილის ამბავი გახდა. კი ბატონო თქვენ ფაროსანაძე მაგრა იმუშავეს და მოწამლეს და ხა ფაროსანი იმდენი არის წელს იყო მშვენიერი თხილის მოსავალი. არა კი წამლეს რაღაც კარგად იმუშავეს. მაგრამ ჩაბარების ამბავში ეს მაფიოზისტურები მოხსენით რა. შულერები გინახია შულერი საერთოდ თამაშობენ. ას თხილებს მიტან ხო ასე ზის ვიღაცა ეს მეთხილი ვიღაცა რომელსაც თუმე ცუდი ამბობენ ვიღაცები შავენო და ვიღაც ფაროლებენ ამათ. და ასე და მულაგია ასე ჩახუჩიკავი ხერხი და ასე ჩაალაგებს 20 50 50 თხილს ასე ამტრებს ამას. მე თუმე ხლით მე მითხრა დააკვირდი ან პარავს კაი თხილს ხელი. გლეხს დაძეს ამას ესე იგი ერთი ცალში გაძევს რაღაცა 8 თუ რაღაცა 4 კაის 10 ცალიდან თუ გამოვიდა 8 კაი ესე იგი ამდენს გიხდის 7 კაი და 2-3 გიდახავს იქ გიპარად გაიგე ეს შულერები ეს არის სათითები თამაში ეს მოაშორეთ ეს ნაძილები მოაშორეთ სათითაობით იბარებენ და გიდახავთ მე ხარ ლატარია კაცო ლატარია იმის და რომ ხარ შეიძლება ესე მეშუქჯასი გამოვიდა მაგრამ მეორე მეშუქეთესი იყოს ეს ეს მოაგვარეთ რა ხალხი ცოდვა ხალხი რა მილიონერები გახდნენ ჩვენ მეთხილები ეს მაფიოზებთან ეს უწიგნური ხალხი ზოგიერთები რა და ხალხი ლეხე რომელსაც ერთ-ერთი უთავალია ერთ-ერთი თხილი რომ მოიყვანო რამ ხელა შრომა უნდა მას იცი რამ ხელა შრომა უნდა ამას და მია გაჭერო გადავატყაებულს რაიონში მანქანაც არ აღარ ვიღაცა ჩაუსხა ბენზინი ვიღაცა პოლიმიცა მითა უკვე ხო ვერ წაიღებს ხდება ის შულერი ამ შულერს ვიღაცები ფარველობენ თორემ დაამხობ თავზე ყველაფერს გატყუებს კაცო ეს გატყუებს გეუბნება 3.50-ი 3.50 იქით გიზის თხილი რომ მოუარო შენ იგი და 1000 დაბარებს შეიძლება უფრო მეტიც დაგიждდეს 1000 დაბარებსთან დაყოჯირი ხალხი ნამუშევარი გადავყავებული წამიდგე თუ მოხუჩაკეთ უნდა აგროვო ეს თხილი არჩიო მე ეს მე რამი წამლები ამის არცოგი ამის მოყაროჩი რა და რა არის მიხედეთ ამას კაცო რა ბროდიხები ამბობენ რომ ადგილობრივ ხელისუფლება ფაროლობს ამათ ამბობს ხალხი მე ამინახე რომ ამბობს ხალხი რა არის ხალხო რა რა გახსენებთ რა ამ ვერ ხედავთ დგანა ამით ჩაბარების ამბავი მოაგვარეთ რა ზორა როგორც ყურძენი მოაგვარეთ დგანა მანქანები და ეს თვალი აბრიელებენ თვალს ეს ნაძილები რა ყველა ზარეთ თქვენ ვარავთ რა ვიცი ვის ნახე არაკაცი ნახე ყველაც ხო მაგრამ აწყვებენ კაცო სათითაო დამტრევა რა პრინციპია მაიზვერბე იგი ამდენი გაფუჭებულიო 10 თქვა და კიდე თქვა აიღო 50 თხის დაალაგდა ხო 30 თხი დახმარება ეს მოტახავს იმას არ გაძლევს იმას ის რეგუდებს და ის ფულია იცის და იგი რამდენი ცალი გამოვა ხო იმას ამბავი რაღაცა იგა ფორმულა რაღაცა და გამოგიყვანს ფას გინდა არ მინდა რეტყვი მე შეკი ხო არ მოგათხილი იმაში უწევთ რაღაცა რკინას
გახოტილი ხო ამეშოკი და იმეშო გახოტილი მეშოკია სხვა არღებულოს და გასაჯული გაკო ხო შეიძლება მეორე გახებულ მიარტყას მეორედი უკეთესი გამოვიდეს მაგრამ უკვე ის მეშოკი უნდა გამოცვალო მას ნახავს ის და წვალობს საწაიღებ ახლა 20 მეშოკი თხილს მოიგდეს უზო როგორ დაიტან მახანა ხო რაღაც ყველას კაცო და თამაშობ ხალხის ნერვს თამაშობს ეს და არ ქნათ ბატონებო ეს არა ესე იგი აქაც ატყუებს იქაც ატყუებს კაცო და ტყუდება ხალხი არ ტყუდება ეს გენიოსია ჩვენი ხალხი მაგრამ სხვა ხსაზე არ უტოვებენ კაცო გამოსავალსაც აღარი აქვს არ უტოვებენ ხო შეიძლება ელემენტარული რომ ხაჭო ყველა რაიონში აკეთეს თხილის სამტრევი კი ბატონო შეიძლება სოფლებში აკეთეს დაუნდამა და მივცემ 10 კაბინს მივცემ 20 კარგის მივცემ გლეხი ამას დაინტრეს თხილი ხო და არ უნდა ცუდი კაი ხო გაბჭური დაანტროთ თხილის გული არის სუთა პროდუქტია პროდუქცი ხო რომელიც ღირს 20 ლარი ხო თხილის გული ჩააბაროს ხალხმა აი საქმე არც ვისაც გაარტყილის იზარალებს და გლეხის ზარი ცუდდება რა თხილია მომოწეს უკეთ მოულის რომ უკეთესი მოსავალი ქონდეს ო მე დოტამლავს მე წამას შეიტანს მე კაც მოულის რომ კაი გული ქონდეს ეხლა გლეხი სრულყოფილია უკეთესია ჩემი თხილიო მე მაგათ მქონდა თხილი და ვიტარი და გამოვიდა 10-დან 6-იაო კაი მითხრა მომთან 3.5 ვიღაც თანდირა ერთი მეშოგი წავიღე თბილისში მიყვარს ეხლა ვამტრომეს ახსია ყოველი მიუჩვენეს და ყოველი და 10 საათს ვამდრე 10-დან 9-ა კაი ესე იგი მოგატყუა იქ 3 წელი მოტყუა კაცო 3 წელი 3 ლარია 3 ლარი 500 კილოზე რამდენია კაცო 1500 ლარი მოტყუა იმ გავანტებელ თალტინა ეს ხალხო რა კაი მე ხა მაღაზია არა ვარ ჩამოგიდებული მერწყალებით რაღაცას ხლაპორტო პრინციპს არა გლეხმა რა ხნა ვიდეო რა რა ხალხო ამის აკეთებას რა უნდა რადი თანხა ეს ამოგიდებული რომ გლეხმა ჩააბაროს გული ჩააბაროს და პირველად მის როგორც ახეთში ვენახზია პრიორიტეტი და დახმარება რაღაცა ხელი შეუწყობთ და ხალხი წავა გეუბნები რა მეც მაგ სხვაცაცა ყველა იმუშავებს რომ აი თურქეთში თუ ხის თქვა ხიბი 10 ლარი ატყდა საქართველოს 3 ლარი 4 ლარი კაც ხო რატო ხალხო რა ან ხო შეიძლება რომ მიწევი არა ნენელა ჩაი ავაღორძინო თქვა ერთ რაიონში ორ სოფელზე მე ზოგიერთმა ჩაი მოიყვანა და ვერ ვყიდი სავსეა თურქული და აზერბაიჯანული ჩაი მაგრამ ხელშეწყობა ხო უნდა ამას დოტაცია უნდა საზღვაო ჩაკეტოს შეზღუდო იცუმად შენი პროდუქცია გაიყიდოს შენი სუპერმარკეტები ეს ქსელი მარკეტები რომელსაც ნაგავს ყიდიან ესენი ხო ქართულს აბეთ არ ყიდიან ეს ხო იცი ბატონო რამაზე ეს ქართული ჩაი როა მარიამის ჩაი ხო იცი საერთოდ ვაფშე რო არ იყიდო იჯობია ამას წინებზე ვიყიდე ჩაი ხო და რო ჩავდი ადუღებულ წყალში მე ვერ გამიგერა იყო პროდუქტები ამობენ იმაში სხვა რეალურად შემოაღვი და შემოვდო მაღაზღრიან აქ ხო მაგრამ ეს საქმე სხვა რამეშია უყურა გიხსნა არის ქართული ჩაი მოგიტან თქვენ ჩვენ რაიონში აკეთებენ ჩაის ჩვენ რაიონში აკეთებენ ჩაის ბიჭები მოგიდან ჩაის განახებ ჩაის გემოს რა აი ეს გემოს კიდე ბატონო როს ფერსად განახებ რა მაგას თავი დავანე ხელშეწყობა უნდა კი რა თქმა უნდა და მეორე კიდე დავამთავრე პაკეტი ხო არის ჩვეულის პაკეტი აი ნალექიანი ყავა ხო დაგილებიეთ პაკეტი დაიშალა და ისე იყო ჭიქაში ჩაყრილი ეს თორე უცოდნელი აკეთებდა ვინც კეთილზეად მუშაობს იმას ხელშეწყობა არა კი და ყველაზე მთავარი ფასიადებთ იმ ხელა ვერ იყიდი იმას ხელშეწყობა არა ვისაც ნორმალური მუშაობა უნდა კარგით შემდეგი ბატონო რამაზ ეხლა ყველაზე მთავარ კითხვაზე უნდა გადავიდე ძვირფასო ტელემაყურებლებო ეს არის სოფლიოში განვითარებულ მოვლენებსაც ვეხები ხოლმე ჩემს გადაცემა პოლიტიკურ კვირაში და ყველაზე მთავარს ამ მომენტისთვის მოხდარ მოვლენას უნდა შევეხო ეს არის ბატონო რამაზ ამერიკის ულტიმატუმი, კერძოდ რუბიოს ულტიმატუმი რუსეთ-უკრაინის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა დათანხმდეს ხელმოაწეროს მაგას. რა თქმა უნდა, რუსეთთან დადებულ ხელშეკრულებას. და აქამდე ხო იძახოდნენ ამერიკელები, რომ იცი რა, ჩვენო რუსეთ უკრაინას მხარს უჭერთო, ჩვენო ყველანაირად დავაფინანსებთო, ყველაფერს დავეხმარებითო. ეს ახლა ეს რას ნიშნავს? ამ ხელშეკრულების იძულებით ხელის მოწერა ვერ მივხვდი. აი მე გეტყვით ბატონო რამას. მე თქვენ თუ გეხმარებით და ვამბობ რომ გეხმარებით, უნდა დაგეხმაროთ, ხო ეგრეა? ნებისმიერ რამეში, რაშიდაც გჭირდება, ხო ეგრეა? სიტყვა არის, მაგრამ ახლა მე რო შენ სიტყვაზე ვთქვათ, მე ვარ იურისტი, რაღაც პრობლემა შეგექმნა. მაგალითს მოვიყვან. და მოვედი და მთხოვე დახმარება და მე უნდა დაგეხმარო შენ, ხო? მაგრამ მე ის არის სამართლიანი რომ მე შენ გაიზულო მოწინააღმდეგე მხარესთან დადებული ისა ხელშეკრულება, რომელიც შემუშავებულია რო ხელი მოაწერო, რომელიც შეიძლება შენთვის აზიანო იყოს. ბატონო შავლეკ.
ბატონი ბიზნესს მოვიდა ხელისუფლებაში ეს რაღაცა თქვა, რომ ეცადოთ რომ ჩვენი ქვეყანაო არ გახდეს ორი გიგანტი სახელმწიფოს შორის რაღაცა გარიგების ობიექტიო რა. და ნელა მოაშორა ეს ბატონმა. უკრაინა ხო რუსეთსა და ამერიკას შორის გახდა აი ეს ობიექტი ხო? ეს ხო გათამაშებული კარტი იყო ეს თამაში, რომ რუსეთის დაჩოქება და რუსეთის დაშლის პირობად იყო ხო ეს წააგდეს ერთმანეთს. ხო? არ გამოვიდა ეს საქმე. ხო გაჩერდეს ეს საქმე. ხო ხედავთ ამერიკა ახლა ტრამპი ასე თუ ისე ჭკვიანი პოლიტიკოსი არის და ნახა ეს. ნახა რომ რაც რო გადის ომიწმინდის რუსეთი მოძლიერდება. ყველანაირი რუბიუმ დანა რომ ყველანაირი სანქციას არ აგვაქვს რა უნდა დაუწესოთ რუსს. ყველასთან გამოვიყენოთ. და მეორე. არა მაინც ძლიერდება. კი, და მეორე. დღესაც კი არ განუცხადებია რუსეთის ხელისუფლებას რომ უკრაინაში არის საომარი მოქმედება. და აცხადებდა ოპერაციაო, სამხედრო ოპერაციაო. გასაგებია რუსი რომ ვიცით რუსი რაც არის. გასაგებია. რა ხდება ახლა? ეხლა მე ჩემას გეუბნებით რომ დღეს თუ უკრაინამ ხელი არ მოაწვია ხელშეკრულებას 27-მდე მგონი ვადა ხო? კი. ხო. უკრაინა ამაში ეს გამოიწვევს იმას რომ ამერიკა შეუჩერებს უკრაინას დახმარებას აკურ რაოდენობით და 1-5 თვეში ალბათ რუსეთი ძალიანად წაიღებს უკრაინის ოდესის ოლქს და უკრაინის შავი ზღვისპირა ტერიტორიას. ძალიან რაც უნდა რუსეთს მიიყვანს ბოლომდე. რუსეთს ოდესა უნდა. და ეს ძალიან შავი ზღვა წაიღებს, მე გეუბნები ხალხო თქვენ. ამას ეს უნდა რუსეთს. ეხლა რომ უკრაინამ ხელი არ მოაწეროს, ეს რუსს უნდა. რომ ამა გააგზელებს და ბოლომდე მიიყვანს ამას. რუსი არ გაჩერდება. ეს იყო თავ ჩადებული შეცდომა. აყო ამას უკრაინელები გაიც ხალხი ბაიდენის ადმინისტრაციის დროს. ეს არა, ახ მართალი ინგლისელები არიან. ითაბურდგენო იყო ჯონსონი. ო. იქიდან მოდის ეს სიტუაცია, ეს მოდის რომ ამდენ წელს უკან იყო ეს წაკიდება რუს და იმის და 2014 წლიდან მოდის. ეს მანამდეც იყო რომ წაკიდება. არა, მანამდეც იყო, მაგრამ მაგრამ გამოსავალი იყო რუსის გაჩერების და რუსის დაშლის უკანასთან წაკიდება, ხო? ეს გაითამაშეს კარტი. ზელენსკის მოყვანა როგორ ხდებოდა, ყველაფერი, ჩვენთან რა უნდა ზელენსკის? ჩვენთან რა უნდა, ხო? ჩვენ რაღაცას ხლავამოთ, მას შევდით მაგასაც რომ ხალხო არ თქვათ მაგ იმას. არავინ არ დათმობს. ამერიკა რო თქვა, ამერიკა დათმობს კანადაში, თქვათ, ჩინუჯა რო ჩადგეს, ან კანადაში რუსული ჯარში დათმობს. დათმობს კაცო. ისე კაცი გეუნება ვიდრე შენ უკანონო ხარ. და ნაო შენი ჭირი მე რა, მე შენ საზღვართან ნატო ჯარს ვერავიდან. დიდი ქვეყანა ვარ მე. დიდი სახელმწიფოა რუსეთი, შეარაღების მეორე ქვეყანაა, პირველი თუ არ არის 95-ში ატომური კომბინის პატრონია. და არის მეომარი ერი კაცი. კუცუდია, კაია ფაქტი ეს არის. კი ბატონო, რაც არის ვიცით, მაგრამ ფაქტი ეს არის, ასეთი ქვეყანა და საზღვართან ნატოს მე არ მოვიყვანო კაცმა ის რუსას სუსტი იყო რუსი, პრიბალტიკამ შეაწრო, იმან შეაწრო და დათმოეს ხო? არაო რა. და შეიტყვა ეგრე რა მოვიდა უკრაინას. ხო შეიძლება ეცხო რა, სასტუმროში რუსი რო ეყანა გემები ხო და რაღაც პორტი რო ქონდა. იმაში ფუძოხდი და გაც უკრაინას. ხო? იყო რუსი უკრაინები იყო შენივრად იყვნენ, გაზზე შავათი ქონდა და შორად ცხოვრობდა. კომბინში შევიდნენ. მე ხო ის ნაციონალიზმის მომხრე არ ვარ. მაგრამ იმის განსხვავებით რომ ბძულს კაცო, აი ნამდვილად მე ქართული კაცი ხანი არასწორ გზაზე ადგარად, მაგრამ ქართულები არიან და თავის აზრიათ. კი ბატონო, ტერიკა ვარ არის, მაგრამ ერთი ბატონი იმისი ჩვენი წინა პრეზიდენტის სააკაშვილის ერთი რაღაც დადებითი. იგივე ავანტურა როგორც ზელენსკი ჩაითრიეს ავანტურაში, იგივე ჩაითრიეს ბატონი სააკაშვილი 2008-ში. და მიხვდა დროზე მიშა. გაჩერდა. თამაშიდან გავიდა დროულად. გაჩერდა, რუსი თბილისში იქნებოდა. გაჩერდა. სამეგრელოს ყველაფერს წაიღებდა რუსი. გაჩერდა ბატონო, გაჩერდა და ამით იხსნა საქართველოს გადარანებისგან რუსი თვითდასკვირდებდა. ის ბრელი ის პესტო დასვეს, მაგრამ აქედან ნახეს, მაგრამ ქართულმა მაინც არ ხნა ბოლომდე, არ გაწევა თავისუფლება და არ ჩაყვა ამ ევროპელებს და ამერიკელებს და არ ეთამაშა, მაგ ეთამაშა, მაკინის და ეთამაშა, ეთამაშა. ევროპელის თამაში არ ეთამაშა, მისო და გაჩერდა რა და დათათმობი წაართვა რუსებმა გაჩერდა მაინც რუსი ხო და კი ბატონო წაგვარდა 20 და 10 შევინარჩუნ ჩვენ ამაში ვითახმები. თავი არ უნდა ჩაყოლოდეს ერთია, მაგრამ ჩაყვა ხო ჩაიტყვის. კი ბატონო. ის გაისაძღვრეს მაგათმა და
ზელენსკი არა უკრაინელი მოიყვანეს, როდესაც არავითარი პოლიტიკური გამოცდილება, არავითარი პოლიტიკური განათლება, არავითარი უკრაინული სისხლი არ ქონდა, არავითარი უკრაინელი არ უყვარს მაგას. ეს არის მაგი რუსულ მხარეს იყო მაშინაც და რეებს ამოდა ხო გახსოვთ კაც ხო? იმან ბოლომდე მიიყვანა ეს, არ გაჩერდა რა. კი მიღო დაკარგა სისულელის გამო ეს ორჯერ მოხდა ხო რევოლუციები უკრაინაში, ორჯერ ეს ყველაფერი ხდებოდა ამის გულისთვის. დღევანდელი დღე რაც ხდება, ის იქ რევოლუციები რო იყო პირველი და მეორე ორანჟევი და ჯანდაბები რო იყო იგი და მოდის ეს ყველაფერი 2003 წლის რევოლუციიდან მოდიოდა საქართველოში მოვიდა 2008 წელი უკრაინის რევოლუციიდან მოვიდა დღევანდელი დღე და რომ უნდა მივხვდარი უკრაინელები რომ იყენო დაკარგეს და გაჩერებულიყვენ რა უნდა გაჩერებულიყვენ მაშინ კონფლიქტი რუსთან შეყვანაზე აზი არა ხალხო რა ეხა ევროპას თავის შეშინია პრიბალტიკა ბაგონო ვინ არის პრიბალტიკა ვინა პრობლემა ორი სექცია ხა ვინა ბელორუსიას სადღაც ყდათ რეზაკადას სხვისი იმით სხვისი გულით პროგნოზ ახ სხვისი იმით ვინ ნახარ შენ არ გამოვადო რუსთან ლაპარაკი დიალოგი სხვა რამე მთელი ევროპა ეომება მთელი მსოფლიო ეომება ბიჭო და ყოველდღე ძლიერდება რაღაც კი ბატონო არის დამყובელი ცუდია კაი რომელია რაღაც მეზობელი არ გამოვა მასე რა ეს ხო ამერიკელებს გააძიეს რუსი კაცო ელცინის დროს ამერიკა დაუდგა გვერდით იმას რუსი ფესზე ამერიკა არ დააყენა ევროპა რა ჩადოფულები მილიონი მილიარდები რუსეთში მაშინ ხო შეიძლება მაშინ ხო ჩვენ წინამდე გიყვნენ კაცო არა ბატონო სამსახურია ვინ გადააგდო კაცო რა ამერიკამ და რუსეთმა ორივემ ერთად მე დაუდგენ იმას ხო და დაქციულ რუსეთს ხო კი და სხვათა შორის ელცინის დროს ამერიკელები და ევროპელები მართავდნენ ხელისუფლებას მე ეხა ხო რუსი ვინები იყვნენ შოვინისტები რუსო გაძერდა ხო მოუტრადე ტრამპი ხო ხდება ამას კაცო არ მოხდა ზუსტად მაგ რუსი რაც უჭერ მე მაგრდება ხო ვიცით გიცხოვრია მაგასთან 300 200 წელი კაცო ჩვენ თუ ვინ გვასტა რუსი ვინ არის კაცო ჩვენ ვინ გასტა რუსი სამწუხაროდ ოცნება რუსები თქვენ ხარ ნაციონალები ჩვენ კი არა ვართ კაცო თქვენ აგეთ რუსის საქმეს რუსთან კონფლიქტი კაცი ნატო არ გიცა რაფე არ გიცა უკრაინა 50-55 მილიონიანი ერი გაანადგურა ხო ხო და მე მეუბნები შენ აგონეო რუს შენ დობრეს ვიდეო რითი კაცო მე რუსი ვანია შემოვარდეს და კიდევ ცხენ აღარ დგას კაცო ხო ჯავაში რო შემოვარდეს და კიდევ რამშობით და ჩვენ რას ვაკეთებ მაგრამ ვინა ჩვენ დამწველი კაცო არავინ გამოდიხარ რუსთაველი და რაღაც რუსაკინებ გაჩერდით ხალხო რა ის და რა დაატანეთ ხალხო ვიცი რუსი ვინც არის მე ჩვენ არ ვიცით კაცო ჩვენ თავობა არ იცით გინები დასმოიგებ კაცო რა პუტინი აგიტყდათ თქვენ გადანგრეულებო რა პუტინი ძახილი აგიტყდათ დაანებეთ თავი აპუტინს მიხედეთ თქვენ ხარ წილს მიხედეთ როუს მიხედეთ საერთოდ დაჯიგით არჩევნებზე მოდით ისწავლეთ ნუ უსმენთ კაცო ოპოზიციას უმრავლესობა არის მოსყიდულები არიან ზოგი ევროპის ფულით ზოგი ამერიკის ფულით ზოგი სომხეთის ფულით და ზოგი აზერბაიჯანის ფულით და ზოგი ჯანდაბის ფულით არც ერთი პოლიტიკოსი ერთეულების გარდა არ აკეთებს ხათუს საქმეს გაიგეთ ხალხო ეს არავინ არ აკეთებს ხათუს საქმეს ეხლა ციხეში არიან ისინი რა ზგონი ხალხს აკეთებენ ისინი დაიმალნენ ციხეში 4 ოქტომბერს დაიმალნენ 4 ოქტომბერს დაიმალნენ მაგენი სიტუაცია ვითომ აი დაჭერილი ვარო თუ ციხე დაჭერით რა გააკეთეს კაცო არჩევნებს რატომ მონაწილეობად რა არჩევნების გარდა სხვა გზა არსებობს ხელისუფლების შეცვლის რატომ მიიღე თავის ხალხი ნაციონალები რატომ გარიხეს არჩევნებიდან თავის ხალხი გაწირეს ხო 20% მოსახლეობის გაწირეს არჩევნებიდან გარიხეს ხალხს შეგვიძლია ილუზია რომ შეიძლება რევოლუციით გადააბრუნოს ქვეყანა რევოლუცია რაც მოგიტანს კაი სისხლის და სიკვდილის გარდა რა მოგიტანა კაცო 2000-ში 99 წელს რევოლუცია რა მოგიტანა პევაროდ მაგაც 2-ს მოგივა ეხლა ვინ ხარ კაცო თქვენ ხო და შეიგნოთ ეს ხომ არა არ აკეთებს არც მოსწონი არ აკეთებს ხათუს გამოვიდეთ ვინმე დაგიდგებით მე დაგიდგებით ეროვნული ქართული საქმე მითხარი პროგრამა ძამიგო შენი ჭირიმე და დაგდეთ გვერდით ოცნება ხო არჩევნებით მოვიდა კაცო და მიშა აყალიბებდა მაგრამ მაინც ხალხო დაუდგა გვერდით იმდეს ვერ გააყალიბებს თარობა რომ ხალხი წამდეს დავიდა ბატონო რამოს დროის ფორმატიდან გამომდინარე მოკლედ და კონკრეტულად მოკლედ გეუბნები რომ უკრაინის ამბავი წასულია გაღმა დროზე უნდა მოაწილოს ხელი რომ რას დარჩა მაგის შეინარჩუნოს თორე მე გეუბნები მოხდება ეს მორჩა მოელაპარაკა რუსეთს დიდებმა მოელაპარაკეს რაღაცები გადაინაწილეს რაღაცები გადოინაწილეს და გააყოს უკრაინას მორჩა რაც დარჩა უკრაინას იმდენი მილიარდებია გვალი აკიდებული კიდევ სასხესახით ამას ყველა მოთხოვს უკრაინას ის მიწები ყველა გაყიდული ქონია ისე მიწები როა ხო გაყიდული ქონია
ეს უკრაინაზე სხვა რო ჩარევა, ეგრე ოჯახივით არის, შენ ოჯახი შიგა საქმეში და ნათესაი სხვა რო ჩაერევა და დაიწყო გარჩევა შენ საქმეს, ოჯახი რა, ისე სახელმწიფოს რა თქმა უნდა. შენ საქმეში სხვა ჩარევა. შენ ვარ ჩევა მიიღო თორემ. რო ჩარევა, სახელმწიფო ინგრევა. ერთი, მეორე სამთავრობოები. კიდევ ერთხელ ვთხოვ, ეროვნულ ხელისუფლების სახელმწიფოზე ფიქრობს. ვინც კიდევ ერთხელ დაფიქრდით ხალხო. აი ეს არაბიზაციის ამბავი გამოვიდეს ვის ამას ყიდავს და ვისაც ბიზნეს დაპარაკო ის იმას ალბათ გაიგონებს თუ არ მეუტაიან რა ვიცი რა ვთხოვთ ასე მეძინა. კარგად დაფიქრდით და მოდი ეს ამბავი არ გავაკეთოთ რა. მოდი ეს ამბავი არ გავაკეთოთ რა ხალხს მოდით რა არ გვინდა ეს არ მინდა ბიუჯეტში 700 მილიონი იყო პენსიონერს 200-300 არი ქონდეთ პენსია იმდენი. არ გვინდა ჩვენ ახლა მე მიწირდეს და ის გავყიდო, თეკნები გავყიდო რომ ფული ვიშოვო, ისეა მე მამაპაპის სისხლი დაწყევი მიწა, არაბების ვიღაცები ვასახლოთ ახლა, ან კიდევ შეამცირეთ უცხოთომელები კაცო. არ გვინდა თბილისში ამდენი უცხოთომელები ეს, არ გვინდა ხალხო ამდენი უცხოთომელები თორე. ევროპაში რა ხდება ხო ხედავთ არა კაცო. საფრანგეთში რა ხდება ხო ხედავთ, ინგლისში რა ხდება უკვე ინგლისში უკვე ქალაქის მერი პრემიერის თავდაცვის ხო უკვე მუსლიმები არიან კაცო. მე პრობლემა კი მუსლიმანები კი არა მაგათ თავის ქვეყანაში იყო მაგათ რო გააშავეთ თბილისში რა ხდება რა გინდათ ეს არ ვაკეთებთ ამას ან რა ხეირია ამ რა გინდა კაცო ეს სოფლები კწანიში რა გინდა არაბული ქალაქი მოკლედ ბატონო რამას არ ვიცი მეშლება და არ გიხსნას ხალხმა წარმოები აშენებიეთ გესები აშენებიეთ პორტები აშენებიეთ მაგისტრალები აშენებიეთ ბიზნესში ჩარდებიეთ ფული კაცო ბიზნესში ყიდონ სახემშენობა ყველა ადვილი ამას ჩვენ დავაშენებთ კაცო ქართველი აშენებს კაცო ნახვა თბილისი დაუსახლებელია კაცო. ხალხი შვიდ აძლება დრით რო სტუმარი არ მოვიდეს კაცო ზალაშიძებს ნახვა თბილისი კაცო. სახლი ავაშენოთ და ჩვენ ხელი გავუმართოთ კაცო და 1200 დოლარად კი არ მივწევთ ბინა $1 მეტრა 200 დოლარიანი ბინა. და შეღავფაში მისვათ ხალხი. ბანკები შევამციროთ ხალხო. ბანკები ეს მოვახშები შევამციროთ ხალხო რა. კაცო მოვახშები მიხედოთ ხალხო. დიდი მოვახშები შევამციროთ ხალხო. ბიზნეს ხელი შეუწყოთ ხალხო. სოფლის მეურნეობას ხელი შეუწყოთ როზე ორნაბიჭი და კარბონი ორნაბიჭი ერთი პროდუქტი არ არის ქართული ნახეთ კაცო რაც ყიდია. ან ნახევარდაკადები რა იყიდება შეხედეთ ხალხო რა ჭამს ხალხი რა. რა ჭამს ხალხი ნახეთ ხალხო რაც გავს ეს პროდუქტია რაც ხალხი ჭამს რა ჭამს ხალხი ნეხედეთ ამ ხედავთ. ან გაიუსოთ თბილისიან ძონძებით კიდევ რა. სოდოა ხალხი და მიხედეთ ხალხს და დაანებოთ მოკლედ ადვილი ფულის შოვნას თავი დავანებოთ ადვილი ფული იმის გაყიდვას და უნდა კაცო დასასრულს მივახლოვდა გადაცემა და მოკლედ ადვილი ფულის შოვნას და უნდა გაყიდე ამოვიდა ბიუჯეტში ესაა შოვნა ან გაგიყიდია სოფლები და არაბებს ხვევენ აქედან შემოსული დაფსებ ბიუჯეტს ისო მორჩები გაყიდო მე დაგქნათ მოკლედ ბატონო რამაზ ძვირფასო ტელემაყურებლებო ამ აღებულ ნოტაზე ვამთავრებთ დღევანდელ გადაცემას. მადლობა ბატონო რამაზ სტუმრობისათვის. ნუ მოკლე მიმოხილვა ვერ ვაკეთებ, რადგანაც დროის ფორმატიდან გამომდინარე გადაცემის დასასრულია და ძვირფასო ტელემაყურებლებო. მოკლედ შევხვდებით შემდეგ კვირას 21 საათზე. მადლობთ რომ გიყურებთ. TV+-ის ეთერში. აგადანდებოდ მომავალ შეხვედრამდე.